მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის ქონების შეფასება ბოლო ერთ კვირაში 200 მილიარდით გაიზარდა. ალბათ კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელმაც აი ასე მოკლე პერიოდში ამ ხელა თანხის მოგროვება, მოგუჩება უნდა მეთქვა, მაგრამ მოგუჩებაც არ ქვია ამას, არ ვიცი, წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებს ეს ადამიანი, რაც თავიდან ბოლომდე არის დამსახურება ორი ამბის. პირველი ეს არის SpaceX-ი და მეორე ეს არის Tesla. ორი კომპანია, რომელთაგან ერთიც თვითონ დააფუძნა და შედეგსაც ვხედავთ, რამდენად წარმატებულად წაიყვანა საქმე მან და მეორე შეეხება იმ კომპანიას, რომელიც მას არ დაუფუძნებია Tesla-ს და რომლის გარშემოც არსებულმა სასამართლო დავამ როგორც იქნა საბოლოო წერტილს მიაღწია და ნახეთ შედეგიც. მოკლედ, თუ გასული კვირის განმავლობაში მთავარი ამბავი იყო ის, რომ ილონ მასკის ქონება გაიზარდა 100 მილიარდი 600 მილიარდამდე, იმიტომ რომ მისი კომპანიის SpaceX-ის შეფასება გაიზარდა, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე დალისთვის დაანონსებასთან, რაც ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია და თან 800 მილიარდამდე გაიზარდა ზოგადად კომპანიის შეფასება. მეორე ამბავი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ წამოგვეწია, არის დაკავშირებული Tesla-სთან და Delaware-ის უზენაეს სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის თანახმადაც მასკმა ფაქტობრივად წარმატებით დაასრულა 2018 წელს დაწყებული დავა, რომელიც უკავშირდებოდა თავიდან ბოლომდე მასკისთვის Tesla-ს აღმასრულებელი ბორდის წევრების მიერ გადაცემულ 129 მილიარდიან ჩეკს, რომელიც მასკს აძლევდა 139 მილიარდის აქციებს კომპანიაში. ეხლა მარტივად რომ წარმოვადგინოთ მაყურებელს, რა იყო მოცემულობა. ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა განაცხადა, რომ რეალურად ეს 129 მილიარდიანი ჩეკი იყო მასკის იდეა და სურდა, რომ ყველა სხვა ინვესტორი გამოეყვანა ფაქტობრივად პროცესიდან, თვითონ გამხდარიყო Tesla-ს ფაქტობრივად ერთპიროვნული ხელმძღვანელი იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე დიდი აქციები ექნებოდა, ყველაზე მეტი სიტყვა ექნებოდა სათქმელი და ეს საკითხი, რომ ზოგადად ეს დაემტკიცებინა ბორდს, თავად მოუვიდა აზრად თავში და ამ ბორდში მყოფ თავის მოკავშირეებს გაატანინა მარტივად რომ ვთქვათ და რეალურად ესეც მოხდა. ოღონდ იქ დათქმა, რისთვისაც ეს 129 მილიარდიანი ჩეკი უნდა გამოეწერათ, იყო ძალიან კონკრეტული. მასკს უნდა შეესრულებინა კონკრეტული პირობები, რომლის შემდეგაც მიიღებდა ის ამ უზარმაზარი მოცულობის აქციებს და ამ დათქმაში მკაფიოდ იყო გაწერილი, რომ Tesla უნდა გამხდარიყო სულ-მცირე ტრილიონიანი კომპანია, ასევე გაიყიდა ავტომობილები დიდი რაოდენობით. ყველა მოთხოვნა, რაც დასახელებული იყო ბორდის მიერ, მასკმა პირნათლად შეასრულა, მაგრამ ინვესტორებმა აქ დაინახეს რისკი, რომ განსაკუთრებით იმ ინვესტორმა, რომელმაც უჩივლა, დაინახა რისკი, რომ ეს ყველაფერი იცოდა დაახლოებით მასკმა, რომ ამ შედეგს დადებდა და თუმცა რეალური გათვლა იყო, რომ სხვა ყველა ინვესტორი ფაქტობრივად თამაშგარი მდგომარეობაში გამოიყვანა და მათი ფუნქცია იქნებოდა ის, რომ დაედასტურებინათ, რასაც მასკი იტყოდა ზოგადად კომპანიაში და ბორდის ფაქტობრივად გამხდარიყო მასკის სიტყვების უპირობო შემსრულებელი და ვიცით, რომ ზოგადად აი ესეთ სამყაროში ერთი ადამიანის კომპანიის პრინციპები არ არსებობს, იქ მუდმივად უნდა იყოს მაკონტროლებელი ბორდი თუ არ გააკონტროლებს, ინვესტორებმა უნდა გააკონტროლონ კომპანიის ხელმძღვანელი, შეიძლება საერთოდაც გაუშვა. ხომ ხელმძღვანელი და იმ ფონზე როცა მასკი ამ ხელა მოცულობის დაპირებას იღებდა, რომ 129 მილიარდის 129 მილიარდის აქციებს მიიღებდა, ეს ინვესტორებს ტოვებდა თამაშგარე მდგომარეობაში და აი ამის გამო დაიწყო 2018 წელს რეალურად დავა. მაგრამ Delaware-ის მოსამართლემ უზენაესმა მოსამართლემ ეს აღსანიშნავია, იმიტომ რომ ამის იქით უკვე აღარ არსებობს ინსტანცია, სადაც გაასაჩივრებენ სტრასბურგში ამ თემას. ვერ წაიღებ, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Delaware-ის უზენაესმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ რეალურად მასკმა რაც დათქვა, ყველაფერი შეასრულა და ის, რომ მას ჰქონდა ეს განზრახვა, ამის არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მას რეალურად სურდა ამ ხელა გავლენის მოპოვება კომპანიაში, უბრალოდ როცა ამ ხელა მოთხოვნას უწესებდნენ ამ შემთხვევაში ბორდის წევრები, ეს ხო პირდაპირ მტკიცებულება იმის და პირდაპირ გარანტია იმის, რომ მასკი ყველაფერს გააკეთებდა ამ შედეგის მისაღწევად, მან ყველაფერი რეალურად ასეც გააკეთა და შედეგიც მიიღო და იმის მტკიცება, რომ მასკს ეს ჰქონდა დაგეგმილი, ან სურდა სხვა ინვესტორების თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენება, ეს უბრალოდ არ მიიღო რეალობად, არ აღიქვა რეალობად უზენაესმა მოსამართლემ და შედეგიც დადგა. ამჟამად მასკი არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი უფრო დიდი განსხვავებით სხვა
ამ შემთხვევაში მილიარდერებთან, მისი ქონების შემფასება ამჟამად არის 759 მილიარდზე. ასული და დიდი ალბათობით კიდევაც უფრო გაიზრდება, როცა SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე გამოვა, თუმცა მე მგონი SpaceX-ი გამოვა თუ არა, ამას უკვე იმდენად მნიშვნელობა არ აქვს. მასკი ისტორიაში უკვე ჩაწერილია როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელმაც მიაღწია 300 მილიარდიან ნიშნულს, 400 მილიარდიან ნიშნულს, 500 მილიარდიან, 600 და უკვე 700 მილიარდიან ნიშნულსაც. ძალიან უკვე არც ვიცი როგორ თქვა, შეიძლება წელი ისე დახუროს ამ ადამიანს, რომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნას და 800 მილიარდზეც გავიდეს. ფაქტია და მოცემულობა არის ის, რომ ეს ადამიანი საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებს და არ არის არავინ მის სიახლოვეს, ვინც მას დაეწევა.